ბრიტანული სანქციების მიმართ არსებობს განსაკუთრებული მოლოდინი, რადგან ოლიგარქისთვის ეს იქნება სწორედ ყველაზე დიდი დარტყმა და არა მხოლოდ პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მისივე გარემოცვას, ეგრეთ წოდებულ მინი ოლიგარქებს სწორედ ბრიტანეთში აქვთ აქტივები. შესაბამისად, ახლა დიდი ბრიტანეთი მსჯელობს ამ ადამიანების სანქცირებაზეც. სამოქალაქო საზოგადოება პირდაპირ ამბობს, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობებისა უშედეგო იქნება ქონების გადამალვის და გადარჩენის სპეცოპერაცია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ უკვე ბრიტანული სანქციების ამოქმედებისთანავე ფინანსური დარტყმა გახდება ოლიგარქისთვის გარდაუვალი და ეს ნიშნავს, რომ მათ შორის საქართველოში ოფშორებიდან გადმოტანილ ქონებასაც ვერ დაიცავს, შესაძლოა აქ ივანიშვილს საიმედოდ ეგულებოდეს დაცული მისი აქტივები, თუმცა სანქციების ეფექტი მისწვდება ყველგან, რადგან ის ვეღარ შეძლებს ბიზნეს საქმიანობის წარმოებას, მასთან აღარავინ აღარ დაიჭერს საქმეს, ვეღარ გადარიცხავს საერთაშორისო ვალუტაში თანხებს და დარჩება ამ იზოლაციის რეჟიმში და ერთადერთი გამოსავალი მისთვის არის ისევ მხოლოდ ის, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას და შეასრულოს ქართველი ხალხის მოთხოვნები. სამოქალაქო საზოგადოება ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ არსებობს და სწრაფი რეაგირება ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სანქციებს ჰქონდეს დროული ეფექტი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბრიტანელების მხრიდან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მათ იურისდიქციაშიც შედის რამდენიმე ოფშორული ზონა და ვიცით, რომ რუსი ოლიგარქების ზოგადად პრაქტიკა არის ის, რომ ისინი ოფშორულ ზონებში აფუძნებენ თავის კომპანიებს და ძალიან კარგად გამოიყენებენ და ეფექტურად იყენებენ ოფშორულ ზონებს იმისთვის, რომ გადამალონ თავისი ბიზნესი. ეს პროცესი, რაც დაიწყო ბრიტანეთში, გაგრძელდება და ყველა ძალიან კარგად ესმის, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომ მათ სანქციებთან ერთად, რა თქმა უნდა, ბრიტანულ სანქციებსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჯერჯერობით არის დრო იმისთვის, რომ ივანიშვილი გაჩერდეს. მისთვის სხვადასხვა ტკივნეული იქნება მისი გარშემო ბიზნესმენების დასანქცირება და ჩემთან უკვე არის გარკვეული ინფორმაციები, რომ მიდის ძალიან აქტიური საუბარი რამოდენიმე მის ასე ვთქვათ, საყრდენ ბიზნესმენის დასანქცირებაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ სანქციები არ გაჩერდება მხოლოდ პირველ რგოლზე. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ სანქციებს მეორე რგოლზე, სასამართლოში, პროკურატურაში, ძალოვნებში. ანუ ის ხალხი, ვინც ბიძინას სახეს არის ამოფარებული და თითს ზემოთ იშვერს და ისე ჩადის დანაშაულებს, ისე ჯალათობს და ძალადობს თავის მოსახლეობაზე, აუცილებლად აღმოჩნდებიან სანქციებში. ბრიტანეთის პარლამენტში არსებობს უკვე ინიციატივა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, ასევე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიდაზე ლორდების მოწოდებებთან ერთად დევს ასევე ამერიკელი კონგრესმენის წერილი, რომელშიც ის სთხოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ministrს, რომ მიბაძოს ამერიკას და დაასანქციროს პირადად ოლიგარქი ივანიშვილი. შესაბამისად, ახლა არის დიდი ბრიტანეთის ჯერი შესაძლოა მაღალჩინოსნების შემდეგ პირადად ოლიგარქის სანქცირებაზე.